გოგოებო, ძალიან კარგი სტომატოლოგი ვიპოვე. მოდით აშვები დავიმოკლოთ, თორემ ან კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ. ხო, დავიმოკლოთ, თორემ ჩემი უკვე ტუჩებს მტკენს. მე მგონი საერთოდ არ მინდა რომ შევეხო ჩემს ეშვებს, მომწონს გრძელი. ელის, ბიჭივით გაქვს ეგ ეშვები და გოგოებს ჩვენ ცოტა ნაზი უნდა გქონდეს. შვილებო, გამარჯობა, აბერაზე საუბრობთ, დღეს რთული დღეა, ტესტები გვექნება. ფლორიდას უნდა რომ ეშვები დავიმოკლოთ, დედა არ ფიქრობ რომ გრძელი უფრო ლამაზია? ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს ელის. დედა, შენ არ იმოკლებდი შენსას? გოგოებო, ჩემი აზრით ხელი არ უნდა მოკიდოთ. თქვენი ბუნებრიობა ძალიან ლამაზია. დედა, ვერ შეგვაცვლევინება აზრს. დედა, მადლობა მხარდაჭერისთვის. იცი რა, ეს სტომატოლოგები თქვენ გამოაკეთებენ ამდენ ფულს, ყოველთვის გინდათ რომ რაღაც შეცვალოთ. ეს ალბათ მაუსია? არა დედა, ბიჭები არიან. შევთანხმდით რომ მოგვაკითხავდნენ სკოლამდე. ჩემი ბავშვები საყვარლები არიან, უკვე შეყვარებულები ყავთ, კარგი გავუღებ კარს. ოღონდ ჩემი ეშვები არ ახსენოთ რა სანამ აქ არიან. შენ მაგით არ ამაყობდი? აბა ბიჭებო, ტესტებისთვის მზად ხართ? დღეს 4 გვექნება. კი. ძალიან კარგი, ჩემი ქალიშვილების შეყვარებულები ჭკვიანები უნდა იყვნენ. გოგოებო, გამარჯობა. ჯასტინ, დედა დაგვინახავს. ჯილ, ჩემო მოსუნთქოს როგორი სუნი აქვს? ოლივერ, ეგ რანაირი შეკითხვაა? ხო და დღეს გაგოცებ. ბიჭებო, გთხოვთ თავი შეიკავეთ, თორემ დედა გაგაგდებთ. ძალიან მიხარია რომ ჩემს გოგოებს ასეთი კარგი ბიჭები აცილებენ სკოლამდე. დედა! გრეის, თქვენი შვილები ჩვენთან უსაფრთხოდ არიან. კარგი, დაასრულეთ და აბა სკოლისკენ, მალე. ჯასტინ, რამე ახალი ხომ არ არის? არა, ვერ გავიგე ყოველთვის რაზე ლაპარაკობთ. არ გინდათ რომ საბოლოოდ სიმართლე გვითხრათ. ფლორიდა, მართლა ხომარჯობია ვუთხრათ. თითქმის უკვე შეყვარებულები ვართ. ხო, გითხარით ყველაფერი, რატო იქცევა ჯასტინი? გეტყვით, თუ ჯასტინი მოგცემს ამის უფლებას, მის დას ეხება. კარგი, უთხრათ, ისედაც ყველა საჭიროა რომ სიმართლე გავიგოთ. ვერა და ვერ მოვიპარეთ გვენის დღიური. მასში არის მტკიცებულება იმის, რაც გვენმა გააკეთა. ოდესღაც. ვა, და რა გააკეთა? ვინმეს დაარტყა? ნეტა ეგეთი ადვილი იყოს, ოლივერ. შეგიძლიათ უფრო დააკონკრეტოთ. ტრევის, შენ არ გესიამოვნება ამის გაგება. რას გულისხმობ? იმიტომ რომ ვანესაზეა, იმ გოგოზე, რომელიც გიყვარდა, აქ გვენის გამო არ არის. გვინმა ვანესა გაანადგურა? დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებულები ვართ. ფლორიდას ხილვები აქვს. ხო, ზოგჯერ რაღაცეებს ხედავ, გული მიმდის, როცა ხილვა მაქვს და შემდეგ ვიღვიძებ, ოღონდ შოკში. მოგლეთ, მეგობრებო, ახლა ყველაფერი იცით და 6 ვართ. ამიტომ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და გვინის დღიური მოვიპაროთ. ეს მარტივი უნდა იყოს, შევალთ მაგის ოთახში და ავიღებთ. ეგეთი ადვილი არ არის. ყოველ ჯერზე, როცა შევედით და ვცადეთ აღება, იქ ჩნდება. ხო, რაღაც გრძნობა აქვს. კარგი, მგონი ზედმეტად ბევრს საუბრობთ, სკოლაში დავაგვიანებთ. მოდი სკოლის მერე ვისაუბროთ. წავედით. ჯასტინ. მეგობრებო, დღეს 4 ტესტი გვაქვს, ძალიან მეშინია. მე მზად ვარ, მე ვერ მომემზადებ, თამაშობდი. გვენ, რატომ არ იღებდი ტელეფონს? ვერ დაგირეკეთ. გვენს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა. რობერტ? მგონი გვენი რაღაცას გვიმალავს. ჩემი აზრით პრობლემა აქვს. ურუს ეს დაინახე? რა უნდა დამენახა? რა და სერენა მიყურებს? მიდი 2 ლიმონადი გააკეთე. თეო, შენ არ გიყურებს, ერთმანეთს ელაპარაკებიან. არა, მიყურებს, მიდი, მალეკენი, არ მინდა შანსი დავკარგო. ახლა კი თეო სერენას დაელაპარაკება. რობერტ, მიდი დაჯექი იმ დივანზე. რობერტ, დაჯექი თქო. მაუს უნდა გელაპარაკო. რაზე, მე და შენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მეგობრები არასდროს უყოფილ ვართ. მაუს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენ გეხება. ხელი გამიშვი. რას ფიქრობ, გვენმა იცის რომ ჯასტინს შეულთო გავუკეთეთ? უკვე აღარ ვიცი აქ რა ხდება. გვენ, ხელი გამიშვი, ნუ მეხები. მაუს, ვიცი რომ შენ და ტყუპები ფლორიდას ეხმარებით. რას გულისხმობ ვეხმარებით? ის ჩვენი მეგობარია გვენ. ეს რას ნიშნავს? მაუს, ნუ მატყუებ. ვიცი რომ ნორა ზედმეტ ჯადოქრობას აკეთებს, არა? ახლა დიდი ჯადოქარია? თავისთვის აკეთებს რაღაცეებს, 20 წლის არ არის ჯერ, ამიტომ არ აქვს ნამდვილი ძალაუფლება.
აჰა, ესე იგი მართალი ვარ. მომისმინე მაუს, ფლორიდას ნუ ეხმარები, თორემ ყველას ვეტყვი რომ ნახევრად სუფთასისხლიანი ხარ. მაგრამ ვცდილობ რომ მთლიანად იყო. ექს, აიდან იცი. გვენმა ყველაფერი იცის. გვენ, საიდუმლო ყველას გვაქვს. შენ ჩემი იცი და მე შენი ვიცი. ფლორიდას აღარ დავეხმარები. ძალიან კარგი, მიხარია რომ გავუგეთ ერთმანეთს. კარგი გოგო, სუფთასისხლიანი. ლამაზო, რატო ხარ ასეთ ხასიათზე? მარტო დამტოვე ტეო. მიდი ეს ლიმონადი დალია და უკეთეს ხასიათზე დადგები. ტეო, თავი დამანებე. დონ, მოდი აქედან გავიწიოთ. ტეოს ხმა მაღიზიანებს. მოიცა, მის ხმას რა ჭირს? ჭყიპინა. კარგი, როგორც გინდა. სერენა, შევამჩნიე როგორც მიყურებდი. თითქოს პირდაპირ ჩემს სულში იხედებოდი. მისმინე ტეო, ახლა ეშუს დაკარგავ. სერენა, ისე მომწონს გაბრაზებული რო ხარ. და მე მომწონს, როცა ჩემს თვალთახედვის არიდან გასული ხარ. სერენა, რა ხდება თეო, არ გაგიმართლა? ხო, ჩემი სტრატეგია უნდა შევცვალო, ამან არ იმუშავა. არ ვიცი ტეო როგორ მოვიშორო. უბრალოდ დაგუგლე როგორ მოვიშოროთ ესეთი ბიჭი. ბავშვებო, თქვენი ნიშნები ძალიან ცუდია, გირჩევნიათ მასე იმუშაოთ, თორემ ეს სკოლა თქვენთვის არ არის. რა? ფრთხილად დაიმოკლეთ ეშვები. უკვე დავიღალი ამ მასწავლებელით. მეც, ისე ეშვებზე რანაირად ვერ მოვიფიქრე, ახლავე ონლაინ ვიპოვი. აბა, რამე დაინახე? არა, მე დავინახე, კაბების ქვემოთ შევიხედე და შიგნიდან შორტები აცვიეთ. გამარჯობა კარენ, შეჯიბრის თარიღი ვიცით უკვე? კი, ვიცით, ერთ კვირაშია და მე უკვე ყველაზე ლამაზი კაბა მაქვს შერჩეული. ლილი, ახლა შენ კარენი გახდი? მე მეკითხებოდნენ. კარენ, შენი პრობლემაა რომ კაბა ჯერ არ აგირჩევია და რომ იცოდე მე ვიქნები დედოფალი, არ აქვს მნიშვნელობა, გავხდები. მეგობრებო, იცით ამ სკოლაში შიგნიდან შორტები ვის არ აცვია? ვის? ლილის. ლილი, გინდა რომ დედოფალი იყო? უკვე 5 წელზე მეტია რაც გინდა, მაგრამ არაფერი. ვინც იმსახურებს, ის გახდება დედოფალი. ხო, და მე გავხდები. ვერ დაინახე ნერდები როგორ მიყურებენ? წარმატებები ლილი, თუ მართლა იმსახურებ, გახდები დედოფალი. მეც ვიბრძოლებ ამისთვის. კარენ, ძალიან მეშინია შენი პატარა ეშვების. მაუს, რა გითხრა? არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ვცდილობდა რომ შევეშინებინე. მაუს, დღეს საღამოს უნდა ვისაუბროთ. გოგოებო, თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, თავი დამანებეთ. რატომ? ახლა უფრო მეტნი ვართ გვენის წინააღმდეგ. ახლა ვცდილობ რომ წახვიდე? ჯასტინი, ოლივერ და ტრევისი ჩემოგვიერთდნენ და ახლა შენ ვცდილობ რომ გახვიდე? მე თინეიჯერი ვარ და ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ გთხოვ თამაში არ ჩამithრიოთ. რას გულისხმობ, მაუს? ნორა, დორა, თქვენ? მაუსი ჩვენი მეგობარია, ამიტომ მასთან ვართ. უნდა წავიდეთ. მაუსი წავიდა. ხო, ალბათ იმიტომ რომ გვენმა დააშანტაჟა, ხო. ახლა თურმე თინეიჯერია და ბევრი საქმე აქვს და ჩვენ რა ვართ აბა? გოგოებო, ჩვენ თქვენ მხარეს ვართ. ახლა უფრო რთული იქნება, მაგრამ უკან ვერ დავიხევთ. ბელა, პრობლემა ხო არ არის, ბიჭებთან გავა. კი, ისინი ფლორიდასთან და მის დებთან მეგობრობენ. ნახვამდის ჯასტინ, ახლა ჩემი ვეღარ გახდება. გოგოებო, აქ დამეოლდეთ. მაუსს უნდა დაველაპარაკო. დაკავებულია. საპირფარეშო ყველასია მაუსს. ფლორიდა, შენთან სალაპარაკო მეტი არაფერი მაქვს, ვეღარ დაგეხმარები. მაუს, ყველას აქვს საიდუმლო, ზოგჯერ არ უნდა დამალო. ამ ბოროტებასთან მხოლოდ ასე გავიმარჯვებთ. ფლორიდა, არ გესმის? ხო, მე საიდუმლო მაქვს და თუ ვიღაც გაიგებს, არა, საერთოდ არ მინდა რომ ამაზე ვიფიქრო, არავინ უნდა გაიგოს. ხედავ, გვენმა შენი სისუსტე იპოვა, მაგრამ იცი რა, ჩვენ როცა გავიმარჯვებთ, ეს ყველაფერი მაინც გამჟღავნდება, ამაზე იფიქრე მაუს. უკვე ვიფიქრე ფლორიდა, ჩემ გარეშე უნდა გააგრძელოთ. გავიგე მაუს და მირეკე თუ შეიცვლი აზრს. რატომ არ შეიძლება რომ სუფთასისხლიანი ვიყო? ცუდი ამბავი მაქვს. ტესტი არ გვექნება? ვა, ტესტი არ გვაქვს. ეგ კარგი ამბავი არ არის, დედა? 2 თინეიჯერი გაუჩინარ და ახლო ქალაქში. ეს მონადირეები უფრო ახლოს მოდიან, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. ეს ნამდვილად არ მახარებს.
მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ ასეთი ბიჭები გვაცილებენ სახლამდე. თქვენი ბიჭები მონადირისგან ვერ გადაგარჩენენ, ჯილ. ოლივერ, გაიგონე, მონადირეები ჩვენგან ახლოს არიან. მე საერთოდ არ მეშინია, რომ შემხვდებიან უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. მამა შეგიძლია მომაკითხო და სკოლიდან წამიყვანო. ხო, მინდოდა თავისუფლება, მაგრამ ახლა მონადირეები ჩვენგან ახლოს არიან. ბავშვებო, მინდა რომ ყველა მშობლებმა წაგიყვანონ, ამიტომ დაურეკეთ და გააფრთხილეთ. ეს ნიშნავს, რომ დღეს სახლში ბებია წამიყვანს. და გზაში თუ მონადირე შეგხვდება, ბებიას სწრაფად სიარული არ შეუძლია. ამიტომ ბებიაც აღარ იქნება. შემეშინდა. მე შემიძლია დღეს ღამე შენთან დავრჩე. მადლობა, ჯასტინ, არ არის საჭირო. ახლა გადაშალეთ როეულები და დავიწყოთ ტესტი. იმედი მაქვს ყველა მოემზადა. მაგარია, ასეთი ამბის შემდეგ მერჩუნა სახლში წავსულიყავი. ტესტის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ. ჯილ, შეიძლება სახლამდე მიგაცილო. ოლივერ, დღეს დედას მივყავართ სახლში. ყველა გაჩუმდით, ახლა მოგცემთ ტესტს. გვირგვინი ხოლამაზე იქნება. ჯერ არ ვიცით, ახლა შევუკვეთეთ. ერთი სული მაქვს. უკვე ამ გვირგვინზე ოცნებობთ, არ არის საჭირო, გვენის იქნება. გვენ როგორ მოხდა რომ დღეს ასეთ კარგ ხასიათზე ხარ? იმიტომ რომ ყველაფერი გვენის გეგმის მიხედვით მიდის. არ გინდა რომ გვითხრა? შენი მეგობრები ვართ. არა, მირჩევნია აღნიშნოთ, დღეს საღამოს ჩემთან მოდით, შეგვიძლია პოპკორნი ვჭამოთ და ფილმს ვუყუროთ. დღეს არ შემიძლია, ჩემ მშობლებს მივყავარ, გვინმა ძალიან აანერვიულა. ხო, მეც მაკითხავენ, მონადირეები. კარგი წვეულებაზე გავერთობით, მანამდე ჩემს ტანსაცმელზე უნდა ვიმუშაო. არ მესმის ასეთი ბედნიერი რატომ არის? ალბათ რობერტთან არის ყველაფერი კარგად. რატომ არის ასე დარწმუნებული, რომ დედოფალი იქნება? ალბათ იმიტომ, რომ ყოველ წელს არის დედოფალი. მე უფრო მაინტერესებს, ვინ გახდება მეფე. ჩვენ გვაინტერესებს, იმედი მაქვს ტეო არა. გოგოებო, ტანსაცმელს არჩევთ უკვე? ავარჩევთ. მაუს, კარგად მოიქეცი. მაუს, რამე უნდა ვიცოდეთ? ალბათ, მაგრამ ახლა არა. გოგოებო, ნახეთ, როგორი კაბა ავარჩიე. გვინ ვერ ხვდები, რატო არ გინდა რომ ხამე შენთან ერთად დავრჩე. ხო იცი რომ ახლა მარტო ყოფნა უსაფრთხო არ არის. რობერტ, შემიძლია საკუთარ თავს მოუარო, მადლობა რომ მომაცილე. ძიlinebisa. კარგი, მაგრამ აუცილებლად დამირეკე. კარგი. გამარჯობა, მწვრთნელო. მინდა რომ მადლობა გითხრათ, რომ ამდენი საიდუმლო მითხარით. თქვენი დახმარებით ყველაფერი კარგად მიდის. იმ ნახევრად სუფთა სისხლიანთან მაუსთან ყველაფერი გამოვიდა. ახლა აღარ ჩაერევა ჩემ საქმეში. გთხოვთ დაბრუნდით სკოლაში, ძალიან გვენატრებით. გოგოებო, ხომ არ ფიქრობთ, რომ დედამ მოიფიქრა ეს მონადირის ისტორია, რომ ბიჭებთან ერთად არ წავიდეთ? ყველაფერი შესაძლებელია, ელის. კარგი, მოდით შევცვალოთ თემა. ნეტა გვენმა რითი დააშინა მაუსი, რომ ასე უკან დაიხია. ალბათ მაუსაც აქვს საიდუმლო. ყველას ამ სკოლაში ყველას აქვს საიდუმლო, არანაირი ეჭვი არ არის. საქმეები ძალიან გართულდა. ხედავ გვენმა კარგად იმუშავა თავდაცვაზე. ხო, მაგრამ ბიჭები ჩვენ მხარეს არიან, ჩვენი სჯერათ. ხო, დაგვიჯერეს, მაგრამ მაუსაც სჯეროდა ჩვენი და ახლა ნახე რა მოხდა. მეშინია რომ გვენი ბიჭებსაც დააშანტაჟებს. გგონია რომ მათაც აქვს საიდუმლოები? ყველას აქვს საიდუმლო, დარწმუნებული ვარ, ამიტომ მალე უნდა ვიმოქმედოთ. და რამე უნდა მოვიფიქროთ სასწრაფოდ. ხო, გვენი ადვილად გასამკლავებელი ადამიანი არ არის. ძვირფასო დღიურო, მე-15 დღე. ბიჭები ჩვენ მხარეს არიან, მაგრამ გვენმა მაუსი დააშანტაჟა და ჩვენთან აღარ არის. რამე უნდა მოვიფიქროთ.